მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბატაძე გაგაცნობ. ექსპორტი იზრდება, იმპორტში გიკლება, საფსტატის მონაცემებით აპრილში საქართველოსთან უცხოეთში 716 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99.4 მილიონი დოლარით, ანუ 16%-ით მეტია. ამასთან 3%-ით, ანუ 44 მილიონი დოლარით შემცირდა იმპორტი და მან გასულ თვეში 1.480 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად 2026 წლის 4 თვეში საქართველოს ექსპორტი იყო 2.400 მილიონი დოლარი, რაც წლიურად 21%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 5%-ით 5.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ არის ნავთობპროდუქტების საექსპორტო ბაზრებზე გატანა, იმპორტში კი კლება სავარაუდოდ ავტომობილების იმპორტის შემცირებით არის განპირობებული. დეტალური მაჩვენებლები 19 მაისს გამოქვეყნდება. სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტი 10-დან 15%-მდე გაიზრდება. ამას მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტებში 10%-ის ლიმიტი დარჩება, ხოლო სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში ლიმიტი 15%-მდე გაიზრდება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული, ამჟამად სახელმწიფო უწყებებში რამდენი შტატგარეშე მოხელეა დასაქმებული. შესაბამისად, ეს ინფორმაცია კვლავ წლიდან წლამდე გაუმჭვირვალედ რჩება. თუმცა ცნობილია ის საბიუჯეტო ანაზღაურება, რასაც აღნიშნული პირები იღებენ. მაგალითად 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად შტატგარეშე მოხელეთა მიერ მიღებული ანაზღაურება 154 მილიონ 400.000 ლარს შეადგენდა. გასულ წელს კი მთავრობამ შტატგარეშე მოხელეებს ხელფასის სახით 684 მილიონი ლარი გადაუხადა. რა სახის სამუშაოს ასრულებენ შტატგარეშე დასაქმებულები, რატომ იზრდება წლიდან წლამდე მათი ანაზღაურება და რატომ არ არის გამჭვირვალე რამდენ ასად პირს ასაქმებს სახელმწიფო. ელენე გოგბერაშვილი შემოგვერთდება დეტალებით შემდეგ გამოშვებებში. მთავრობა ტყის მცველის პოზიციას ქმნის, აღნიშნულს ტყის კოდექსში შესატანით ცვლილებები ითვალისწინებს. გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციის აღდგენა და ამ მიზნით ტყის მცველის პოზიციაზე 499 ადამიანის დასაქმება იგეგმება. კანონპროექტის ავტორების განმარტებით ბარათში წერენ, რომ დღეისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ტყის უკანონო ჭრა რჩება, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრევენციას, რაც ფიზიკური დაცვის ორგანიზებას და შესაბამისი მონიტორინგის საჭიროებას ქმნის. ცვლილებების თანახმად ასევე იცვლება ხე-ტყის დამზადების და რეალიზაციის წესი. თუ დღეისათვის ტყეების ჭრაზე ცხადდება ტენდერი, მოჭრილი ხე-ტყე საწყობდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადის აუქციონზე, ცვლილების შემდეგ ტყის მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადების უფლებას პირდაპირ აუქციონზე გაიტანს, რომელშიც გამარჯვებული კომპანია თავად მოჭრის და გაყიდის ხე-ტყეს. რას ითვალისწინებს ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და როგორ აფასებენ მას სპეციალისტები. ნუსა შუბაშვილი მუშაობს ამ თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. საქართველოში უმუშევრობა აღარ იზრდება, თუმცა რაც მთავარია არც მცირდება. გასულ წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13.9% იყო, რაც 2024 წლის ანალოგიური მაჩვენებელია. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გასულ წელსაც მაღალი 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. სად იკარგება მაღალი ზრდა და აისახება თუ არა ის სათანადოდ სამუშაო ადგილებზე? რატომ ვერ პოულობს ბიზნესი კადრებს, მაშინ როდესაც 10,000-ობით ადამიანი სოციალური შემწეობის იმედად რჩება? ეს არის სისტემური ხარვეზი თუ ეკონომიკის სტრუქტურა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს უბრალოდ ვერ წარმოშობს. ამ რთულ საკითხზე დღეს სტუმართან ერთად ვიმსჯელებთ. ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი შემოგვიერთდება 15 საათსა და 30 წუთზე. თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილეებისათვის განაცხადების მიღებას იწყებს. კახაკალაძის ინფორმაციით, მეწარმეთა დაფინანსების ზედაზღვარი გასული წლის 20,000 ლარიდან წელს 50,000 ლარამდე გაიზარდა. მისივე განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომლებიც ბაზარზე სულ მცირე 2 წელია უწყვეტად ოპერირებენ. მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება. 5,000 ლარამდე თანხის
შემთხვევაში თანადაფინანსება არის 90%, 5,001-დან 20,000 ლარამდე თანხის 85%, 20,001 ლარიდან 30,000 ლარამდე თანადაფინანსება 80%, ხოლო 30,001 ლარიდან არის 70%. პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება 1 ივნისს დასრულდება. თანადაფინანსება არ ვრცელდება მომსახურებისა და სწრაფი კვების ობიექტებზე. პროგრამა, რომელიც 2025 წელს პირველად ამოქმედდა, იმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების თანხის ოდენობა. თუ გასულ წელს დაფინანსების ზედაზღვარი იყო 20,000 ლარი, წელს მეწარმეებს უკვე 50,000-მდე 50,000 ლარამდე დაფინანსების მიღება შეუძლიათ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებით ღირებულებების შექმნას და ხარისხის გაუმჯობესებას. უპირატესობა, როგორც გითხარით, მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნეს გეგმებს. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ მათი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა, ტექნოლოგიები და დანადგარები შეიძინოთ. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში ბრუნდებით 13:40 წუთზე დაგალოდით.